ჩორჩანას საგუშაგოს გახსნის საკითხზე გენერალურ პროკურატურაში გამოძიება გრძელდება. გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ ადგილობრივი მაცხოვრებელი მალხაზ ლომიძე და წაღვერის მკვიდრი თამაზ ლომიძე. შეგახსენებთ, ამავე საკითხზე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ხდომაზე დაბარებულია გიორგი გახარია, თუმცა უცნობია აპირებს თუ არა ყოფილი პრემიერ-მინისტრის ხდომაზე მისვლას. პარტიის წარმომადგენლები ამ პროცესს პირადი შურისძიების მორიგ მცდელობას უწოდებენ. მმართველი გუნდი კი ამბობს, რომ საგუშაგოს განთავსებით ქვეყანისთვის შესაძლო საფრთხის შექმნის გამო შინაგან საქმეთა და ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა პასუხი უნდა აგოს. საშუალება არაფერი არ ყოფილა იმათგან. არ ამოდიოდნენ და ჩორჩანაში რო შევიდა მე ჩვენი ის ჯარი ჩორჩანის იქით არის რა სოფელს უნდა გაცდე მე ამოვიდნენ სოფელ წავში წავლის საკოლმეურნე ტყე 400 გექტარი და შემოვიდნენ ეგენი სადღაც კილომეტრი ნახევრით და დადგეს საგუშაგოები დროშები და არიან ჩვენი ხალხი აღარ ჩადის დაიკარგა ჯერჯერობით და მე რა იქნება რაც შემთხვევაში მათ შორის ჩორჩანას ეპიზოდის შემთხვევაში მნიშვნელოვანია არ არსებობდეს ბუნდოვანება და იყოს გაფიოთ გარკვეული ფაქტობრივი გარემოებები, რომ შემდგომ ამ ყველაფერს სამართლებრივი რეაგირება მოყვეს იმისათვის, რომ შემდგომში არ გამეორდეს მსგავსი შეცდომები. აქედან გამომდინარე გამოძიება დაადგენს რა ფაქტებს და გარემოებებს ხონდა ადგილი და ამის შესახებ ამ შემდგომ უკვე გვექნება შესაძლებლობა უფრო დეტალურად ვისაუბროთ ამ ეტაპზე გამოძიება მიმდინარეობს. შიდა ქართლის პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელიც ხაშურის სოფელ ოსიაურში სიმამრის დამამძიმებელ გარემოებაში განძრახ მკვლელობაში ეჭვმიტანილი. სამართალდამცველებმა ის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის მცდელობისას სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე შეაჩერეს, რომელიც შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ ბრალდებულის სახით იქნა დაკავებული. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურში წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას ბრალდებულმა სიმამრს მისსავე საცხოვრებელ სახლში ცივი იარაღით გულმკერდსა და ყელის არეში მრავლობითი დაზიანებები მიაყენა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. კონფლიქტის დროს ბრალდებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა გარდაცვლილის მეუღლესაც, რომელიც ამ დრომდე კლინიკაში რჩება. მრავლობითი დაზიანებებია სახის არეში, ყელის არეში სტრანგულაციური ღარი ემჩნევა. ამ წუთში კვლევის პროცესია, დამატებითი კვლევები მიმდინარეობს, ძვლების დაზიანება არ არის, მაგრამ მსუბუქად გულისრევა და რაღაც სიმპტომები რჩება. 2 დღე საჭიროება მეთვალყურეობის ქვეშ დატოვება, თუმცა თვითონ უარს აცხადებს, მაგრამ ნახოთ, თუ გადაწყვეტილებას მიიღებს, მხოლოდ ხელწერის საფრთხეზე დატოვებს კლინიკა. ერთად ცხოვრობდნენ, მშვენივრად იყვნენ, ბავშვი ბაღში და ყავდათ ისეთი არაფერი და რა ვიცი, რა გითხრათ. გაურკვეველი ვერსიებია რა და რა ვიცი, რა გითხრათ. ეხლა ძალიან კი შეწუხებულები ვართ მეზობლები მაგრამ. გორში ქმრის მიერ დაჭრილი 20 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აქვს, სტაბილურია და მისი სიცოცხლე საფრთხე არ ემუქრება. პაციენტს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გაუტარდა ქირურგიული ოპერაცია და ამჯერად მკურნალობას ქირურგიული განყოფილების პალატაში გადის, რაც შეეხება მის მეუღლეს, რომელმაც სავარაუდოდ თვითდაზიანებები ცოლზე ფიზიკურად ძალადობის შედეგად მიიყენა. მკურნალობას გორმედის სამედიცინო კლინიკაში გადის, სადაც აცხადებენ, რომ პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. ინფორმაციისთვის შემთხვევა თამარ მეფის ქუჩაზე გუშინ გვიან საღამოს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-119 მუხლის კაქვე პუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განძრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. გუშინ გორმეთში სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ შემოყვანილი იქნა ავადმყოფი, რომლის გადმოცემით თვითონ მიიყენა მრავლობითი ნაკვეთთანაჩუქრთი ჭრილობების სხეულის არეში. ავადმყოფს ჩაუტარდა სათანადო კვლევები, სასწრაფო წესით აყვანილი იქნა საოპერაციო ბლოკში, გაუკეთა ოპერაცია, ჭრილობების დამუშავება, რევიზია. შემდგომში გადავიდა ქირურგიულ განყოფილებაში. ამ ეტაპზე მის სიცოცხლე საფრთხე არ ემუქრება, გადის სტაციონარული მკურნალობის კურსს, მდგომარეობა შეესაბამება გადატანილი ოპერაციის სირთულეს. ხმაურზე გამოვედი და ფაქტურად ვერ მივედით. ამ კორპუსში ცხოვრობენ? რა საკის არის დაახლოებით ქალბატონი?
ცოლ-ქმარზე არის საუბარი, ხო? კონფლიქტი ჰქონდათ ხოლმე, თუ იცი თუ არის თამთესი ახლოს. ფერი არ გამიგია ხა ცხოვრება იქ და ისინი მივესართულზე და უბრალოდ ჩამოიყვანეს დავინახეთ არ მივსურვათ არ რა მოხდა? ვერ გეტყვის ეხლა უბრალოდ რა მოხდა რა? დაინახეს პოლიცია, მანქანა მოვიდა წაიყვანეს. საუბრში გადაიყვანეს ალბათ ქალბატონი, ხო? გომეჩი. პოლიცია კი იყო, მაგრამ მე და არ შევსურვარ. არც გაგიგიათ ეს ოქრო. არაფერი რა მოხდა? ესე რომ ჩოვი მოვიდა, გავიდი სხვა არაფერი. და რა თემ მოხდა და ის მოხდა ახლა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხი კვლავ გაურკვეველია ნაციონალური მოძრაობა და კოალიცია ცვლილებებისთვის ისევ კატეგორიულად გამორიცხავენ კეჭისყრის პროცესში ჩართვას, მათგან განსხვავებით არჩევნებში მონაწილეობისთვის ემზადებიან გირჩი და გახარია საქართველოსთვის ლელოს ლიდერი კი მზად ყოფნას გამოთქვამს ერთიანი პლატფორმის შესაქმნელად საერთო სიითა და ძლიერი კანდიდატით, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოება ერთხმად გადაწყვეტს მმართველი გუნდისთვის ოპოზიციაში არსებული დაპირისპირება არაფერს თვლის და მიაჩნია, რომ არჩევნებზე გამარჯვებას მოიპოვებს. ერთადერთი რითიც ვართ დაკავებული, ეს არის პოლიტიკურად ნეიტრალური უპარტიო კანდიდატების შერჩევა გულისხმობ მერობის კანდიდატებად. და თუ დარჩენი პარტიებიც უახლოეს პერიოდში მოახერხებენ, შეძლებენ და მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას, რომ ისინიც ჩაერთო თვითმმართველობის არჩევნებში და ამ გზით იბრძოლონ ჩვენთან ერთად ოცნების მომზადა რეჟიმის დასასუსტებლად და დასამარცხებლად, მაშინ უნებრივია ამ უპარტიო კანდიდატებზე მსჯელობას მათთან ერთად გავაგრძელებთ. სანამ ისინი გულისხმობ სხვა პარტიებს ამ გადაწყვეტილებას არ გებულობენ და ვერ გებულობენ, ჩვენი რესურსებით ვაგრძელებთ უპარტიო კანდიდატების შერჩევას. ეს არის ივანიშვილის თამაში შეყოლა და ეს არის სისტემურ ოპოზიციაზე თანხმობა და ის პოლიტიკური ორგანიზაცია და კოალიცია ლეო საქართველოსთვის, რომელიც ჯერ კიდევ ორჭოფობს, ჩვენი მიზანია, რომ საზოგადოებრივი აზრის გავლენითაც და ჩვენი არგუმენტაციითაც დავარწმუნოთ, რომ არჩევნებში არ მიიღონ მონაწილეობა საქართველოსმა საერთოდ არაინტერესებს იქნებიან თუ არა გავლენიანი სადამკვირვებლო ორგანიზაციები არჩევნებამდე რამდენიმე თვითადრე წარმოადგენელი. ეს კიდევ ერთხელ მივთითებს, რომ ეს არ არის არჩევნები, კონსტიტუცია და ხელისუფლება არის მიტაცებული. ეს არის ჩვეულებრივი რუსული სპეცოპერაცია და ნოტარიულად გაფორმებას ითხოვს ბიძინა ივანიშვილი ამის 4 ოქტომბერს. ისინი ვერასდროს არჩევნებში ვერ გაიმარჯვებენ. და ამ ესე თქვა თავისი მარცხის გაფორმებას ცდილობენ რაღაც სხვადასხვა პოლიტიკური შეფასებებით. ამ შემთხვევაში საუბრობენ იმაზე, რომ ვითომ არ მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში და ასე შემდგომ არენდობიან ესე თქვა არჩევნებს და ასე შემდგომ, მაგრამ ყველაფერი ეს რა თქმა უნდა მათთვის აზიანო არის და ზოგადად ქვეყნისთვის სასარგებლო არის, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, რომ ეს თუნდაც საგამოძიებო კომისიაზე გაჟღერებულმა უღომარმა ჩვენებმა ჩვენ კიდევ ერთხელ დაგვანახა ამ რეჟიმის სისასტიკე, რომელსაც ეს ძალა წარმოადგენდა. ასე რომ ისინი მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას თუ არ მიიღებენ ამას პრინციპში ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ ყველა შემთხვევაში ქართული ოცნება მოიპოვებს დამაჯერებელ გამარჯვებას ამ არჩევნებში და ნაციონალურ მოძრაობას კიდევ ერთხელ ეცოდინება, ეს თქვა თუ როგორი დამოკიდებულებაა საზოგადოებაში მათ მიმართ. პოლიტიკური შეფასებების თემაა ევროპარლამენტში მიღებული რეზოლუცია დოკუმენტის სახელწოდებით მედიის თავისუფლება საქართველოში განსაკუთრებით მზიამაღლობელი საქმე იწონებენ ნაციონალურ მოძრაობაში. მართულ გუნდში კი აცხადებენ, რომ ეს სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევაა. ევროპარლამენტში რეზოლუცია გუშინ 324 ხმით 25-ის წინააღმდეგ მიიღეს. დოკუმენტით მოითხოვენ მზიამაღლობელის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას და მის წინააღმდეგ წამოყენებული ყველა ბრალდების მოხსნას. რეზოლუცია გმობს მის პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებას და სისხლის სამართლებრივ დევნას, ასევე გმობს ქართული ოცნების სისტემურ თავდასხმას დემოკრატიულ ინსტიტუტებზე, პოლიტიკურ ოპოზიციაზე, დამოუკიდებელ მედიაზე, სამოქალაქო საზოგადოებასა და სასამართლოს დამოუკიდებლობაზე. გამოთქვამს შეშფოთებას არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმის ბოლოდროინდელი ტალღის გამო. გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოს ჟურნალისტების თვითნებური დაკავებების, შევიწროების და მათ მიმართ ძალადობის გამო. დოკუმენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს აქციების დროს დაკავებული პირები, ასევე ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა, ასევე მოუწოდებს ევროკავშირი გააძლიეროს მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებელი მედიის და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ.
ფარას ძალაში შესვლის შემდგომ და აკონტროლოს მიმდინარე სასამართლო პროცესები, რაც ასევე ფარას ძალაში შესვლის შემდგომ დაიწყო. სინანულის გამოთქვამს ევროკავშირის საბჭოს წევრი ქვეყნების და ევროკომისიის მუდმივი უმოქმედობის გამო და იმეორებს წევრი ქვეყნებისადმი თავის მრავალგზის მოწოდებას დააწესოს ორმხრივი სანქციები ქართული ოცნების ლიდერებისა და მაღალჩინოსნების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიულ კუსლაზე. ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუციაშიც აღნიშნულია ის საკითხი, რომ საქართველოში არის უმწვავესი პოლიტიკური კრიზისი, რომ საქართველოში აუცილებელი არის ამ პოლიტიკური კრიზისის სისტემური გადატვირთვა, რაც შეუძლებელია პოლიტპარტიების განთავისუფლებისა და სამართლიანი საარჩევნო გარემოს და ახალი საპარლამენტო არჩევნების გარეშე. ეს ყველას ესმის ერთპარტიული პარლამენტი. ეს ქართული ოცნების ამომრჩეველსაც უნდა ჭრიდეს ყურს. ამიტომ შეუძლებელია, რომ არსებულმა ხელისუფლებამ ამ ფორმაციის პარლამენტით მიიღოს რაიმე სახის საერთაშორისო ლეგიტიმაცია. ერთადერთი რაც შემიძლია ურჩიო უბრალოდ ევროპარლამენტარებს არის ის, რომ როდესაც ისინი ამ პოლიტპარტიების გვერდით აყენებენ მაგალითად მიხეილ სააკაშვილის სახელს. უნდა შევახსენოთ მათ, რომ მიხეილ სააკაშვილი განსხვავებით ამ ახალგაზრდა სრულიად უკანონოდ დაპატიმრებული ახალგაზრდებისა, რომლებიც საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობის და თავისუფლებისთვის იბრძოდნენ სრულიად მშვიდობიანი ფორმებით, მიხეილ სააკაშვილი დღეს ძალიან კომფორტულ პირობებში იხდის სასჯელს. იცით სადაც? კლინიკალურ იმამებში. და თუ ბატონ სააკაშვილს სურს სოლიდარობა გამოუცხადოს ახალგაზრდა პოლიტპარტიებს. მაშინაც კეთილი იმენოს და თავადაც მათი ბელგი და მათი ხვედრი გაიზიაროს და იმ პირობებში მოიხადოს სასჯელი, ამ პირობებშიც დღეს ჩვენი ახალგაზრდები, მათ შორის განბატონო მზია ამაღლობელი იხდის სასჯელს. მე რამდენი რეზოლუცია, რომელიც აბსოლუტურად მოკლებულია ინფორმაციას და თუნდაც შეგრძნებას თუ რა ხდება საქართველოში, რეალობაში რა მოხდა, რატომ არიან ეს ადამიანები დაპატიმრებული და როდესაც დღესაც ევროპარლამენტი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე მოგვიწოდებს, ამით ყველაფერი ნათელია. ეს არის კონკრეტულად ერთი პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერი ლობი და წარმომადგენლობა ევროპის პარლამენტში სამწუხაროდ. ამ ეტაპზე მრავალრიცხოვანი, მაგრამ აბსოლუტურად დაცლილი სამართლიანობისაგან, როდესაც ასეთი მაღალი ტრიბუნიდან მოდის მსგავსი ტიპის რეზოლუციები, ეს პირველ რიგში მათ რეპუტაციას აზიანებს. უკვე მე რამდენი რეზოლუციაა, თვალს კი დაგვეკარგა, სადაც პირდაპირ უსამართლოების კასკადია გაწერილი, სადაც მითითებული არის ხოლმე, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრები, დამფუძნებლები და პირისპირ რეჟიმის წარმომადგენლები არიან თურმე დემოკრატიის შუქურები. ზუსტად ასეთი უსამართლო რეზოლუციების ბრალია და გამოისობით ხდება, რომ ქართულ საზოგადოებას და საქართველოს ევროპისადმი და ევროკავშირისადმი ნდობა აქვს შემცირებული. პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგის ხდომა გაიმართა დღეს განსახილველი საკითხები დავით ცინდელიანის სიცოცხლის უფლების ხელყოფის საქმე და 2019 წლის 20 ივნისის მოვლენები იყო. ცინდელიანის გაუჩინარებისა და მკვლელობის საქმეზე კომისიის წევრებმა უკვე მოუსმინეს გია ანსიანს, რომელიც 2008 წელს სოფელ ხაისში სატყეო დეპარტამენტის განყოფილების ხელმძღვანელი იყო, მოусმინეს დავით ცინდელიანის დედას თამარ არღულიანსაც. ჩემი შვილი დათო ცინდელიანი 2008 წლის 16 აგვისტოს დაიბარეს ვითომ თათბირზე. სატყეო დეპარტამენტის თანამშრომელებმა ზევიდან დაკვეთით ახალაიას, მთავრობის პირადად ახალაიას დაკვეთით და დაიბარეს ლაშაჭკადუამ და ბადრი მამინაშვილმა ვითომ თათბირზე ქუთაისში. საღამოს დაახლოებით ასე 5 საათი რა საათები არ ვიცი 5 საათი იქნებოდა დაახლოებით ასე ჩემი იმით მაქვს წაკითხული ჩაუბარებიათ თბილისიდან წამოსული სამკაციანი სპეცნაზისთვის რომლებსაც ახალაიას ბრძანებით დავალებული ჰქონდათ ჩაეყვანათ თბილისში მიყავდათ ღამე მოკლედ მოუყევი ახლა ყველაფერს და გზაში მაშინ ტანკები ხო იდგა და შემოვლითი გზებით მიდიოდნენ. შემოვლითი გზებით და აბასთუმნად რო ჩასულან ისევ დაურეკია
დათაახალაიას და ზურაბ ყუბლაშვილს რო თბილისში არ ჩამოეყვანათ და პირდაპირ წაეყვანათ ბათუმში და ჩაებარებინათ აფხაზეთის ყუდისთვის უფროსი რომან შამათავა. ახლა სხვა გზა რა ჰქონდა ჩაიყვანეს გამთენიისას. ეს ამბავი ხდება შავაძის დახვრეტის გამთენის დილას. ორ ყუდის თანამშრომელს იქით-აქიდან მოუკიდიათ ხელკავით მიყავდათ თავზე შავი ტომარა ჩამოუცვიათ მიყავდათ. ასე უკნიდან იმ დღეს ტელეფონით დაბარებული ერთ-ერთი ყუდის თანამშრომელი სახელი და გვარი უთქვა? ხო, ონისიმე კვაშილავა ქრისტიანი კაცი სურათებს უღებდა უკნიდანო. ეს რო დაუნახია უკან მოუხედია კილერ ნარკომან შამათავას უთქვია მოდი უზბეკ ფოთში წაყვევი. რა სხვა რა გზა ჰქონდა იმასაც და გაყოლია უკან. ჩამჯდარან ნავში წინ გიორგი ჩიქოვანი ნავის მძღოლი და ეს სადისტი შამათავა უკან ჩემი შვილი და კვაშილავა. შეასულან ზღვაში 2-3 კილომეტრზე შევიდნენ. ტალღების მოძრაობის შედეგად ნავი რომ მოძრაობდა კვაშილავა შეეკითხა თურმე რა არისო და გვერდებისკენ უნიშნია ხელი. სიტყვებით არაფერს არ ამბობდა ეს. არც არ დამხრიტოთო, არც არაფერს. და მაშინ შამათავას უბრძანებია აყენე და წინ დასიო ნავის კიჩოზე. აყენა თუ არა იმ წუთში ამოიღო თავისი პისტოლეტი, პირდაპირ თავში დაახალა და ერთი გასტროლით მოყვა. ნავში სისხლის გუბე დამდგარა. წინასწარ გამზადებული ბეტონის ფილები მოუმარჯვია, გამოუბია ისინი და ზღვაში ჩაუძირია. გადააგდო ზღვაში, ზღვის ცხოველების ლუკმა გამიხადა, ასეთი აღზრდილი, აი, მთელი ხალხის წინაშე ვლაპარაკობ, რომ ერთი ადამიანი ვერ მეტყვის სირცხვილს, რომ რატო აქებს შენ შვილსაც. 8 წლის, ესე იგი, აგვისტოს თვეში ყველას გვახსოვს, რომ ბორჯომში ცეცხლია. დღეს მოუკიდეს და ჩვენ ვფიქრობ და აი ამ დანიშნულებით ვართ დაბარებული ქუთაისში და ვაფრთხილებ თანამშრომლებს, რომ საძილე მეშვეკები და რაღაცები დაიკავეთ იმისთვის, რომ უკან არავინ არ გამოგვიშვებს და იქიდან მოგვიწევს იქ წასვლა თქვენ. დათო მეუბნება მე ზურგი მტკივაო ვერ მოვდივარო. ვერ წამოვალო. ახლა რახანს ყველა დაბარებული უკლებლი ვავდექი და გადაურეკე სამმართველოს უფროსს. და ვეუბნები მეთქი დავით ცინდელიანი არის ცუდად, ზურგის ტკივილი აქვს და ვერ მომყავს თქვენ. პატარა პაუზის მერე ისევ მკითხა ვინო და მე ისევ ვეუბნები რომ დავით ცინდელიანი თქვა და ისევ პატარა პაუზა და აი ტელეფონშიც ის მოდა ვიღაცა ეუბნება რომ აი ფეხიც რო კონდეს მოტეხილიო უნდა წამოიყვანო. ჩემ გვერდის ზაურის უკან ის გოგოზის და ჩემს უკანზის დავით ცინდელიანი და პირდაპირ ეუბნებიან დავით შენ გადმოდიო სად მიყავთ ჩვენ სამმართველოში ვართ დაბარებული ვიცითო ყველაფერი ვიცითო და გამოგყევითო თავარ სამმართველოში ქალაქის ჯდები მანქანაში და მანქანის გასაღები აუცილებლად ღამის 2 საათამდე ვკითხავდნენ ხან ერთ ადგილას, ხან მეორე ადგილას, ხან მესამე ადგილას და აბსოლუტურად ერთი და იგივეს რომ გატაცებულია. რა აქმა დაილეკა თქვენში, აი რა მოხდა ბოლოს და ბოლოს? ეს სხვას ვერაფერს ვერ უკავშირებ, ერთადერთი ახლობლობა, ნათესაობა ქონდა მას არღულიანთან. დიახ. ის იყო ემზარის დიშვილი და აი იმას თუ უკავშირებდნენ თორე დანარჩენი ახლა იმას რა უნდა ვცოდნოთ. დღეს რომ იხსენებთ ამ ამბავს, რა ემოციაა თქვენში? დღემდე ის სურათი არ მომშლია საერთოდ. მე თისამი თვე მერე ვეძებე და მე წავედი სამსახურიდან. ამის გამო წახვედით სამსახურიდან. კი ბატონო. ბატონი ზაური, მისი მამა დღეს ცოცხალია. ხელა ოჯახი ამათზე უკეთესად ჩვენთან არიან არ ცხოვრობ. ინტელიგენტები რა ვიცი და ფაქტიურად მოშალეს ოჯახი. ბატონი ზაური გარდაცვლილია. კი ბატონო. რით გარდაიცვალა ბატონი ზაური? ამ ნერვიულობისგან ზუგდიდში იყო იგივე შემთხვევა.
ქარდავებს. ბაატა ქარდავადია. იმის მათ ოჯახში ვიყავით მისული, იმიტომ რომ ვერაფერს ვერ გებულობდით, სად იყო, რა იყო. აი, ფაქტიურად იმათმაც არაფერი არ იცოდნენ. ბაატა ქარდავა ზუსტად ესე. დღისით, მზისით, ზუგდიდის ცენტრში ბაზართან ახლოს 27 აგვისტოს ჩასვეს მანქანაში, მოიტაცეს ორივე საქმეზე. მოხდა ამ ორი ადამიანის გატაცება, მათი წამება, მათი დახვრეტა პირდაპირ აი ესე ყოველგვარი სასამართლოს გარეშე, სასამართლოთიც არ არის დახვრეტა, მაგრამ გაიყვანეს, მოკლეს, მოაბეს ფეხზე რაღაცა ბეტონის რაღაც ნაჭრები და ჩაძირეს ზღვაში. დადგენილია დამნაშავე, რომელიც სასჯელს ისხდის, ეს არის აფხაზეთის უდის უფროსი რომან შავათა, მათაო, რომელმაც ეს ყველაფერი გააკეთა. ევროპარლამენტში დებატების წინ გადაღებულ ფოტოს აზიარებს შალვა პაპუაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე, სადაც ევროდეპუტატებს მიხეილ სააკაშვილის მზია ამაღლობელი, ზურაბ ჯაფარიძის, ნიკა მელიას, მათე დევიძის და სხვა დაკავებულების ფოტოები უჭირავთ. ასეთი მომენტები გვაჩვენებს, რომ ევროპა და ევროკავშირი ყოველთვის ერთი და იგივე არ არის. ჩვენი და ევროკავშირის ბევრი ჭეშმარიტი ევროპელი მოქალაქის ამოცანა უნდა იყოს დაუბრუნოთ ევროპა ევროკავშირში, წერს შალვა პაპუაშვილი. კარგად რომ გავიაზროთ, ნაციონალური მოძრაობის 5 ნომრის გია ჯაფარიძის ამ NGO-ზე მომავლის აკადემია ამბობდა დიდი ბრიტანეთის საელჩო არჩევნების ობიექტური დამკვირვებლები არიან. ფული გვინდათ მივცეთ და რაშუაშია აქ ექსტრემიზმის დაფინანსებაა. ამასობაში ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც ბრიტანეთის საელჩოს მიმართე. გაესაჯაროებინა ვის და რა თანხით აფინანსებდა 2024 წლის არჩევნების წინ და ვის რა თანხით აფინანსებს დღეს. თუმცა საერთაშორისო დახმარების შესახებ პარიზის დეკლარაციისა და საქართველოს და დიდ ბრიტანეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმების დარღვევით, დიდი ბრიტანეთის საელჩო ამ ინფორმაციას ქართული საზოგადოებისთვის არ ასაჯაროებს. სხვა ქვეყანაში პროპაგანდის და ექსტრემიზმის დაფინანსება საერთაშორისო სამართლის დარღვევაა.